წმინდა ზიარება არის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა, ყველაზე დიდი მოვლენა. ასე ამბობენ მამები, ასე გვასწავლიან. ქრისტე არის ცხონება ადამიანთან, მასთან შეხება განკურნა ადამიანი, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად აღიყვანა ცად და მიიყვანა მამისათანა და მარადიულ ცხოვრებას აზიარა, მაგრამ ამაღლების შემდეგ არ ქონდათ ადამიანებს პირადად მასთან შეხების საშუალება. ამიტომ მაცხოვარმა დააწესა წმინდა ზიარება, რომ ყოველთვის, ყოველ საუკუნეში, ქვეყნის დასასრულამდე ადამიანს ჰქონდეს მასთან შეახების, მასთან შეთვისების, მასთან ერთობის ქრისტესთან, იმიტომ რომ ქრისტეა ხიდი, ქრისტეა მაცხოვნებელი, ქრისტეა მხსნელი, სხვა დედამიწაზე ხსნელი, გადამრჩენი, ცხონებაში მიმყევი არავინ არ არის გარდა ქრისტესი. ამიტომ არის ზიარება არის ზიარება ღმერთთან. ეს არის მის ბუნებასთან, მის საღვთო ენერგიებთან, განწმედ ენერგიებთან ზიარება. როგორ თქვით, მაცხოვარია მხსნელი, ამიტომ ადამიანისთვის სასიცოცხლო დაუცილებელია, რათა შეითვისოს მისწავლებას. ბევრი ამბობს, რომ მე ქრისტიანი ვარ, მე გულში მაქვს ქრისტე და ასე შემდეგ. შენ ქრისტიანი ხარ? მაშინ შენ უნდა ასრულებდე სახარებას. შენ უნდა იცნობდე სახარებას. შენ უნდა გაითავისო სახარება. იმიტომ რომ მამები გვასწავლიან, ქრისტე თვით სახარებაა.